წუთებში ტაქსის მძღოლების მასშტაბური საპროტესტო აქცია იწყება 1000-ზე მეტი მანქანა რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით დაიძვრება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ამ ფორმით თბილისის მერიას და ტაქსის კომპანიებს მოუწოდებენ დაარეგულირონ ტარიფები და გაუმჯობესონ სამუშაო პირობები. ტაქსის მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ ქალაქის პარალიზებაც მოახდინონ გუშინ სწორედ მათი პროტესტის გამო აეროპორტთან მისასვლელ გზაზე გადაადგილება რამდენიმე საათით შეზღუდული იყო. რა ხდება ახლა აქციაზე, რა გეგმები და მოთხოვნები აქვთ ტაქსის მძღოლებს? ლიზი ვეკუა გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. თამარა ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან როგორც ბოლტის, ასევე Yandex-ის, Maxim-ის და სხვა კომპანიების ტაქსის მძღოლები, რომლებიც მალევე უნდა დაიძრან აეროპორტის გზის მიმართულებით. აეროპორტთან მათ გუშინდელის მსგავსად დღესაც უნდა ჩაატარონ საპროტესტო აქცია. ახლა მე კადრში დაგანახებთ ჯერჯერობით ასეთია მანქანების რაოდენობა რესპუბლიკის მოედანზე. აქ როგორც უკვე გითხარით, 3 კომპანიის Yandex-ის, Bolt-ისა და Maxim-ის ტაქსის მძღოლები არიან შეკრებილი. ორი მოთხოვნით მათ აქვთ მთავარი მოთხოვნა, რომ ტარიფები დარეგულირდეს და გაიზარდოს და ასევე შეიქმნოს უკეთესი სამუშაო პირობები, რადგან ამბობენ, რომ ის შრომა, რასაც ისინი ყოველდღიურად ყოველდღიურად ჩადიან, არ არის დაკმაყოფილებული და რეალურად ანაზღაურება არ არის საკმარისი. სწორედ ამის საფუძველზე ისინი მოითხოვენ, რომ მერიამ და ტაქსის კომპანიებმა მიიღონ ახალი რეგულაციები, რის საფუძველზეც მათ გაეზრდებათ ტარიფი და ასევე გამკაცდეს რეგულაციები, რადგან ისინი თვლიან, რომ უცხოურ წარმომადგენლებს, ანუ უცხო ენის წარმომადგენლებს უფრო უკეთესი რესურსი აქვთ რეალურად სამუშაო და სწორედ ამიტომ ისინი მოითხოვენ მერიის შუამდგომლობას ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მოითხოვენ რეგულაციების გამკაცრებას, ტარიფების გაორმაგებას და უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას. ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმ დაბალმა ტარიფებმა და მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა, რასაც ჩვენი შრომიდან იღებს ეს კომპანიები. ჩვენი მოთხოვნები არის, რომ სახელმწიფოს დონეზე და მერიის დონეზე, როგორც ჩვენ გვავალდებულებენ, რომ მანქანებზე უნდა გქონდეს ლიცენზიები, მძღოლებს უნდა გქონდეს ლიცენზიები, ანალოგიურად ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, რომ ამ კომპანიებს მიმართოს საკანონმდებლო დონეზე და ჩამოაყალიბოს რაიმე პოლიტიკა იმისი, რომ ის საპროცენტო განაკვეთიც დააწიონ, ტარიფებიც დაარეგულირონ და ჩვენი შრომა დააფასონ. ვაპირებთ შემდეგ წავიდეთ ისევ აეროპორტში, როგორც გუშინ ვიყავით წასულები და აეროპორტში მოვახდინოთ ჩვენი პროტესტი, რომ მიიღოს ბოლო-ბოლო სახელმწიფომ რაღაცა ფიქრის დონეზე მაინც პირველ რიგში და გადაწყვეტილებებიც მიიღოს, რომ ჩვენი ყოფა ცხოვრება, ყოველდღიური ყოფა ცხოვრება იქნას გაუმჯობესებული. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ის პრობლემა ჩვენ რა პრობლემის წინაშე ვიყავით, არ გამოსწორებულა, უფრო და უფრო უარესდება ჩვენი სამუშაო პირობები. ჩვენი მოთხოვნები კვლავ არის ერთადერთი რაც იყო აქამდე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ და დასაქმებულები არიან ამ სფეროში, ისინი იძულებულები გახდნენ აიღონ ის საბუთები, თუ რა საბუთებსაც ჩვენ ვიღებთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ იმ ადამიანებმაც აიღონ ქართული მართვის მოწმობა, აიღონ ლიცენზია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მივმართოთ ჩვენ სახელმწიფოს თხოვნით და მოთხოვნით, რომ დაარეგულიროს ეს ყველაფერი, ჩაიხედოს ამ სისტემაში. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ სფეროს დარეგულირებას და ამ სფეროს დაალაგებას ვითხოვთ. როგორც უკვე გითხარით, რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში იკრიბებიან 3 კომპანიის ტაქსის მძღოლები, Yandex-ის, Bolt-ისა და Maxim-ის და ისინი, როდესაც შეგროვდებიან და მოიკრიან თავს, უნდა გადაინაცვლონ აეროპორტის გზაზე, სადაც გუშინდელის მსგავსად დღესაც მოახდენენ ქუჩების პარალიზებას.